გაუმარჯოს მეგობრებო, როგორ ხართ? შემოგიძებით. აქ რა იყო დიდიკო, ნახე, აი ეს არის. იცი რა გებრიელია? ჭამე. ესე იგი, არის ესეთი ვითარება რა. მე მთხოვეთ, რომ ჩამეწერა, როგორ გამოვიჯეთ ჩვენი ფესვებიო რა და როგორ აღვადგინოთ ხაზიო. ეხლა დაგპატიჟებთ ყველას. ველა. და ვისაუბრებ ამ თემაზე და ვნახოთ რა გამოვა აქედან, ხო? მეგობრებო. ბავშვებო, ეს რატო აიღეთ? ეს არ გადააგდოთ, სათამაშო არ არის ეს, ბავშვები. მოკლედ ერთი სიტყვით. ვეცდები რომ გასაგებად ავწერო თუ როგორ უნდა გამოიჯიოთ თქვენი ფესვები. და განკურნოთ ესე იგი რა. მოკლედ პირველ რიგში უნდა დაადგინოთ თქვენი სახელი და გვარი არის თუ არა რეალური. ანუ ხართ თუ არა ადამიანი, ხო? ნუ ეხა ეს ხუმრობ რა თქმა უნდა. როგორც თქვენ მიდიხართ იუსტიციაში და გამოგაქვთ თქვენი დაბადების მოწყობა, გარდაცვალების რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ხართ. ხო, ეხა ზოგი იტყვის რა საჭირო ამის თქმა, საჭიროა ამის თქმა, იმიტომ რომ ზოგი არც არის ცოცხალი. ზოგი ცოცხალი მკვდარია, მეგობრებო. ადამიანები იმ დრომდე არიან ცოცხალი მკვდრები, სანამ არ დაიწყებენ აი იმას ეხლა რასაც ეხლა მოგიყვებით. და მიხვდებით რომ სად იყავით მკვდრები, ხო? აი ამ პროცესში ვინც შეერთვება და ვინც არ შეერთვება, ეხლა რა თქმა უნდა მისი ნება. ეს ამ ვიდეოს ვწერი იმისთვის, ვინც მთხოვა რომ როგორ ანუ რჩევა მოგოცი როგორ გავაკეთოთ ესო, ხო? იმიტომ რომ მე პრაქტიკულად ეხლა გავდივარ მაგ გზას. პრაქტიკულად არის ესეთი რამე, მიდიხართ იუსტიციაში და თუ იცით თქვენი ბაბუის, ანუ მამა თუ ცოცხალი გყავთ, ხო? თქვენი მამისგან შეგიძლიათ გამოიკვლიოთ დაბადების წელი და ადგილი ბაბუის და მიხვიდეთ იუსტიციაში და გამოითხოვოთ მისი დაბადების ცნობა. მაგალითად, დაბადების მოწმობა უბრალოდ. თუ მამა ცოცხალია, მამა უნდა მივიდეს. შვილიშვილსაც შეიძლება მისცენ, მაგრამ შეიძლება რაღაცა მაინც გაუპრობლემატურონ. მოკლედ, თუ მამა ცოცხალი გყავთ, მიდის მამა და გამოიძებს თავის მამის დაბადების მოწმობას. რა თქმა უნდა, იქ კითხვებს დაგიშვავენ, იქ რა თქმა უნდა გამოსათვლელი გექნებათ, ზოგმა არ იცის სად დაიბადა, ზოგმა მოკლედ ერთი სიტყვით, იქ გაიგებთ ყველაფერს იუსტიციაში. იუსტიციაში 4 დღე სჭირდება, არა, 10 დღე სჭირდება დაბადების მოწმობის გამოთხოვას, იურიდიულად იმ პირისა, რომელიც მემკვიდრეს თქვენ ხართ, მაგალითად, ბაბუა თქვენის ნამდვილი სისხლის ხაზით შვილი ხართ, ხო? ეხლა მე ბაბუაზე ვარ კონცენტრირებული და ბაბუას ვამბობ, იმიტომ რომ მამაჩემი ცოცხალი არ არის, მამაჩემის დაბადების მოწმობა სახში მიდევს, მაგრამ ბაბუაჩემის არ მქონდა, ამიტომ უნდა გამომეწია ბაბუაჩემის, მერე იმის მამის და ასე შემდეგ. ნახეთ, ეხლა როგორ ხდება. 1935 წლამდე 35 წლამდე ყველა ინფორმაცია არის არქივში, ხოლო 1935 წლის ზემოთ უკვე ყველა ინფორმაცია არის იუსტიციაში. შეგიძლიათ გამოითხოვოთ ჩვეულებრივად, თუმცა არქივიდანაც უნდა გამოითხოვოთ იუსტიციაში. ყველა შემთხვევაში მოგიხდებათ იუსტიციაში სიარული. რა ხდება ეხლა? მიდიხართ იუსტიციაში და დაახლოებით წელს თუ არის წელი ეუბნებით რომ აი ამ და ამ წელს დაიბადა. გააქვთ შესაძლებლობა 3 სავარაუდო წელი მიუთითოთ და სახელი გვარი იმ ადამიანის, ვინც არის თქვენი ბაბუა. ბაბუა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, უფრო გვიან წლებში საბჭოთა კავშირში ეს საკითხი იწერებოდა როგორ იცით, აი მაგალითად თამარ პორფილოვნა, ხო? თამარ პორფილოვნა. ან იოსებ პორფილოვიჩ, აი ესე რა, მაგალითად, ხო? ეხლა ნახეთ, თქვენ შეგიძლიათ არ არის აუცილებელი რუსული იცოდეთ, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ, რომ აი ესა და ეს ადამიანი დაიბადა მაგალითად ზემო კრიხში და მინდა ვიცოდე ამის შესახებ არქივში დევს თუ არა რაღაც მოწმობა.
კითხავენ სავარაუდო წელს, სავარაუდო სახელს, თუ სახელიც ზოგს სახელიც არ აქვს სწორად, მეგობრებო, აი უნდა გაითვალისწინოთ ერთი რამ. თუ კი აი მაგალითად მამაჩემს ერქვა პორფილე და ეძახდნენ ზურას. და ზოგს ისე ეწერა პასპორტში სხვა სახელი და სხვა სახელს უძახდნენ, ანუ კლიჩკა ესე რა ვთქვათ, კლიჩკა ზედმეტ სახელს უძახდნენ, რომ ვერც კი წარმოიდგინოთ, რომ იმას სულ სხვა რაღაცა ერქვა, ბაბუა თქვენ სულ სხვა რამე ერქვა. მაგალითად, ჩემ ძმას სულ სხვა სახელი ერქვა და სულ სხვა სახელს ეძახდნენ, როგორც ზედმეტ სახელს რა. ხო და აი ესეთი რაღაცები ბევრი ხდებოდა და ზოგ ადამიანს გონია, რომ აი დაბადების მოწმობა არ დევს, არ მოიპოვება. ზოგის მართლა არ მოიპოვება, მაგრამ გადაამოწმეთ ყველა მხრივ. მაგალითად, რატო არ მოიპოვება? მაგალითად, გაიკითხეთ ნათესავებში, მართლა ეძახდნენ ბაბუას მართლა ესე ერქვა, თუ მართლა სხვა სახელი ეწერა და სხვა სახელით მოიხსენიებდნენ. აი ესეთი რაღაცები გამოიძიეთ, ხო? რა თქმა უნდა, ეხლა მე დეტალურად ვერ დაგარიგებთ, იმიტომ რომ დეტალებში უკვე იქ 1000 ნიუანსია, უკვე იუსტიციაში უნდა გამოიკითხოთ და აი როგორც გამომძიებელი ისე უნდა იყოთ, იმიტომ რომ ყველა დეტალს გაეცნოთ და ისეთი კითხვებით დასვათ, რომ ტვინი უბურღოთ ამ ადამიანებს, რატო იცით? აი ზოგი ადამიანი კითხვას დასვავს ერთ კითხვას, ეს კითხვა არ იყო ის კითხვა, რაც უნდა დაესვა, მიიღებს სხვა პასუხს და მერე ხელს ჩაიქნებს და მოდის ხოლმე, რომ აი ვერ ვნახე. არ არის ეგრე, მეგობრებო, უნდა ნახოთ. აი მიზანი უნდა იყოს ის, რომ ის რო არის ინდიანა ჯოუნსი, ხო იცი, აი მიზანი არის ის, რომ ყველა შემთხვევაში უნდა იპოვოთ თქვენი ბაბუის დაბადების მოწმობა. რამე თუ იქ წერია ბაბუის მამის სახელიც, აი პორფილე სიმონოვიჩ, მაგალითად. აი უკვე იცით, რომ აქედან მერე თქვენს ბაბუას მამას ერქვა სიმონი, ვთქვათ, ხო? სიტყვაზე. თუ თქვენს ბაბუას მამას ერქვა სიმონი, უკვე იცით გვარიც და სახელიც. ეხლა ის გვარი და სახელი თუ არ დაემთხვა იმ დროს, საიდანაც მოდიხართ, ანუ გადმოცემით ხო იცით, საიდან მოდიხართ თქვენ, მაგალითად, მე მოვდივარ ზემო კრიხიდან. ეხლა ზემო კრიხში გვარები საერთოდ ესე იყო, რომ არიფანტებოდნენ, როგორც დღეს არის აქეთ-იქით. ერთ ადგილზე ცხოვრობდნენ და იქ იყვნენ. დიდი ჩამოსულიყვნენ თბილისში. ხო? და აი თბილისში უკვე ცოტა იფანტება ყველაფერი, მაგრამ ძირითადად ვისი გორისა ხარ, ეს უნდა გაიგო, ვისი გორისა ხარ, რომელი გორიდან მოდიხარ. ყველა გორაზე იყო თავისი გვარები, მაგალითად იქ იყვნენ ხარაბაძეები, იქ იყვნენ ინასარიძეები, იქ იყვნენ ნასრაძეები, იქ იყვნენ დიდებაშვილები, აი გორებად იყო დაყოფილი ეს ყველაფერი და ვერ აცდებით იმ გორას მიადგებით მაინც, გესმით? ეხლა ვთქვათ, არქივში გითხრეს, აი მაგალითად, იუსტიციაში მიხვედით, არც ბაბუის დაბადების წელი იცით, არც გვარი, ხო? ისა გვარი კი არა, გვარზე არ არის საკითხი. არც ბაბუის დაბადების წელი იცით, არც ადგილი სად დაიბადა. ამ შემთხვევაში მამის მხრიდან უნდა გაიგოთ უკვე, მამიდან წაყვეთ და გამოიძიოთ არქივში მამა თქვენის ისტორია. მაგალითად, მამა თქვენს რა მოუვიდა. გააშვილეს, ჩამოასახლეს, გადაასახლეს, გვარი შეუცვალეს, თუ რა ხდება. აი ამის შესახებ უნდა გამოიძიოთ უკვე ისტორია. და თუ მამა თქვენის ისტორიას გამოიძებთ, იქ უკვე ამოვა მთელი რიგი, აი აქ უკვე ფესვი იკურნება. თუ იქ დარღვეული იყო რაღაც, ხო? აი მაგალითად ეხლა მოგიყვებით, მე ადრეს მოგიყევით. აი მაგალითად ბაბუაჩემის მამა იყო ესეთი მომენტი, რომ ბაბუაჩემის მამა რომ ჩამოვიდა თბილისში, მან მოხდა გვარის გადაკეთება. რატო მოხდა, როგორ მოხდა, ვინ გადაუკეთა, რატო? ეხლა გამოვიძიე მე ეს, ვთქვათ. ემაშვები რა ქვია. ხო, შეტანილი განცხადება, რომ მითხარით რის ნიადაგზე გადაიკეთა ამ კაცმა გვარი, ხო? თუ არქივში არ არსებობს ეს, მე ხო ვიცი, რომ ის საიდან მოდის და მის მამას რა ერქვა, ხო? ეს უკვე ვიცი, იმიტომ რომ მისი დაბადების მოწმობა მაქვს. და მისი მამის სახელიც ვიცი. მისი მამის სახელი მოიძიება უკვე არქივში, ოღონდ არაწლებით, იმიტომ რომ აზიარავა, როდის დაიბადა ჩემი დიდი პაპის მამა, ამიტომ მე მივდივარ ეროვნულ არქივში და წევრიანდები იქ, არაფერი არ ღირს ეს,
ეროვნულ არქივში მივდივარ. ეროვნული არქივი არის მეგობრებო ვაჟებშაველას პირველ ნომერში. რო გაგიადვილოთ საქმე რა. ეროვნულ არქივში მივდივარ და წევრიანდები როგორც დაინტერესებული პირი. ჩემი გვარის აღდგენა, აგერ ჩემმა გოგომ ხეც დამკიდა აქ, რომ აი ამ ხეს ვკურნავ ახლა მე. მივდივარ და ვეუბნები, აი ვიცი რომ აქედან ვარ, აი ამბროლაურის რაიონი ზემო კრიხიდან. აი ამის შესახებ მინდა დაახლოებითი წლები, მთელი 80 წლის მასალა გამოვიძიო. რა ხდება იქ ვინ ცხოვრობენ, რა ცხოვრობენ. ამ 80 წლის მასალას შეუკვეთავთ ეროვნულ არქივში, იმის მერე რაც გაწევრიანდებით და 4 დღე სჭირდება რომ მოვიდეს ეს მასალა. მერე ზიხართ და იქექებით აი ამ დოკუმენტებში. იქ რა თქმა უნდა არიან ადამიანები, ვინც მოგეხმარებიან რა, როგორ მოძებნო რანაირად ეხლა პირველად რომ მიდიხარ არაფერი არ იცი და ამ ადამიანების დახმარებით მერე იქექები იმ რვეულებში თუ ჟურნალებში თუ არქივებში საეკლესიო ცნობებს გამოიძიებთ. იმიტომ რომ საეკლესიო ცნობებით აღრიცხვები ეკლესიაში ხდებოდა და სხვა არავინ არ აკეთებდა, ეკლესია აკეთებდა მხოლოდ. აქედან უკვე თქვენ იგებთ, რომ ბაბუა თქვენის სახელი თუ იცით, ან დიდი ბაბუის სახელი თუ იცით, იმას უკვე აქვს წოდება ვიღაცა ვიჩ, ხო? აი სიმონოვიჩ ვთქვათ. აი ეს სიმონოვიჩ თუ ფიქსირდება ეკლესიურ იმებში, რა ქვია, არქივებში, მაშინ უკვე მიაგენით კვალს. ეხლა უკვე იცით რომ აი ზუსტად მტკიცებულება არის, რომ ბაბუას მამას ერქვა სიმონი, აი სიმონი ყოფილა ესა და ეს გვარი. მერე მისი მამის და ასე შემდეგ გამოიძიებთ უკვე ამ გვარს უკვე მთავარია გორს მიადგეთ, უბრალოდ გორას მიადგეთ. გორას რომ მიადგებით, იქ უკვე მერე რა თქმა უნდა გამოძიების საკითხი ნებაყოფ. ნახეთ, ამას სჭირდება დრო და ნება. თუ დრო და ნება არა გაქვს, ამას ვერ გამოიძიებ. ამიტომ ღმერთი გაძლევს შენ ამის დროს, ჯერ კიდევ დროს. აი ჩემი პირით გეუბნება, ეხლა ვინც მისმენთ 20 კაცი, ხო? იმას კი არ გეუბნებით, რომ აი მე რო გითხავთ, არა. უბრალოდ ღმერთმა მიმიყვანა იმ გზაზე, რომელი გზაც თქვენ უნდა გაგანდოთ, ხო? ანუ გეუბნებით. მე ვეღარ იტყვით რომ არ ვიცოდი ამის შესახებო, თუ გაიგე უკვე და ჩემგან თუ ეს მოისმინე, შენ ღვთის წინაშე რო წარდგები, ვეღარ იტყვი რომ ამის შესახებ არ გამიგიაო. გესმის? ამიტომ გევალება, თუ კი მოისმინე, გევალება რომ გამოიკვლიო და განკურნო შენი ფესვები. ხეს ფესვებიც აქვს. აი ნახე რაც ერთი თავით მაღლა არის, იგივე არის დაბლაც. ამას განკურნავ, ეს განიკურნება. ეხლა რაშია საქმე, ნახეთ. განკურნება სად მიმდინარეობს? მაგალითად, ბაბუა ჩემის მამა იყო ძალიან წარჩინებული პირი, ხო? და შემდეგ ის მოკლეს, როდესაც ბაბუა ჩემი იყო 12 წლის. ბაბუა ჩემმა მერე იმ პერიოდში ესე არ იყო, რომ იუსტიციაში მიხვალ და საბუთებს გამოიძიებდა, ვეღარ გააკეთა ის, რომ გამოეძია საკითხი და მოხდა ისე, რომ საკითხავია რა, ვინ იყო ბაბუა თქვენი? საკითხავი ის არის, რომ ვის დარჩა ეს ქონება? და თუ კი ეს ქონება დარჩა ვიღაცას უკანონოდ, მერე ვთქვათ კანონიერად დაიმკვიდრა, რო იცვლება ეს დრო, შესაძლებელია, რომ ამას დაადო ყადაღა და თქვა, აი ეს ადამიანი ამ ქონებამდე მივიდა უკანონოდ. თავარია შენ ქონდეს საბუთები, რომ ბაბუა შენი მნიშვნელოვანი პირი იყო და აი ამ ყველაფერს შენ სახელზე უნდა ფლობდე და არა ვიღაცის სახელზე, გესმის? ძირშივე გამოიკვლიეთ ვინ იყვნენ თქვენი წინაპრები. გარდა ამისა, აქ ქონებებს შეიძლება გადააწყდეთ, უამრავ ქონებებს, იმხელა ქონებებს, და შეიძლება გული გაგისკდეთ. შეიძლება გადააწყდეთ ისეთ გვარებს, რომ ბაგრატიონები მთლიანად ამოიწივნონ მაღლა. ეხა ნახე რა, რასაკეთებდნენ ბაგრატიონები, ნახეთ. იმის გამო, რომ ერთი პერიოდი საქართველოში ზუსტად რომელი წელი ეს აღარ მახსოვს, დაახლოებით მე-17 საუკუნია, მე-17 საუკუნის ბოლო, რაღაცა ხდება საქართველოში, რის ნიადაგზეც უამრავი ქართველი იკეთებს გვარებს სომხურად.
მაგალითად ქართველები იმალებიან სომხურ გვარებში. რატო იმალებიან არ ვიცით. გადმოცემის თანახმად ვიცით რომ ქართველებს კლავდნენ ყველას. ამიტომ ბევრმა ქართველმა გადაიკეთა გვარი სომხურად რომ დარჩენილიყო ცოცხალი. ბევრი ადამიანი ვისაც თავი სომეხი გონია თურმე ქართველი აღმოჩნდა. გესმით? ან ვისაც თავი სხვა გონია თურმე ქართველი აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, გაიგეთ, რატომ გადაიკეთეს თქვენმა წინაპრებმა გვარები, გადაიკეთეს თქვენმა წინაპრებმა გვარები. რატომ გადაიკეთეს? აი ეგ გაიგეთ. ეხლა ის რატომ გადაიკეთა ბაბუაჩემა გვარი, გადმოცემით ვიღაცის მოყოლიდან შეიძლება ვიცოდე, მაგრამ ფაქტი მინდა და დოკუმენტი მაინტერესებს, ხო? დოკუმენტი რისნია ან გადაუკეთეს. ბევრს როგორ აკეთებდნენ, იცი? ანუ არც ეკითხებოდნენ, ისე უწერდნენ სხვა გვარს. აი მაგალითად თუ იყო ნასარიძე, უმატებდნენ ის წინ და ის რომ უმატებდნენ, რის ნიადაგზე უმატებდნენ, ხო უნდა იყოს ეს დაფიქსირებული, არა თან მით უმეტეს იმ პერიოდში, როცა ერთი ასობგერის გამო არ გაპატიებდნენ არაფერს, ხო? საკითხავი არის, რა ხდება ამ დროს, რომ გავიგოთ, ხო? ეს განკურნება არის, რა თქმა უნდა, ჩვენი გენეტიკისაც. ანუ ნახე, მე ხო დავიწყე ხა განკურნება ამ ფესვის. ეხლა წარმოგიდგენია 10 კიდე სხვა რო დაიწყებს, რა ძალაა წარმოგიდგენიათ, ხო? რომ აზზე მოვა რა მოხდა იმ დროს. ისტორიაში ჩაიხედავ სავიში თვალით. არა წიგნებიდან, არამედ დოკუმენტალურად. ეხლა რა ხდება? აქ უკვე მიდის განკურნება ერთი ფესვიდან და ერთი ფესვი მიადგება დიდ გორას, რომელიც არის ესე იგი უშველებელი გვარი ვთქვათ, ხო? უშველებელი გვარი საიდან მოდის? როდესაც ბაგრატიონებს, ანუ ჩვენს მეფეებს დაერივნენ, ყველა მოკლეს. როგორც მე ვიცი. ბაგრატიონები ყველა გაწყვიტეს, მერე მისი საფლავები ამოთხარეს, ეს ძვლები დაწვეს და ყველაფერი გაანადგურეს. ერთადერთი ბაგრატიონი საძვალე, რომელიც დარჩენილი არის თამარ მეფის საძვალე, რომლის მიხედვითაც დგინდება ბაგრატიონთა ნამდვილი დნმ. დანარჩენები არასანდოა, იმიტომ რომ გამოუცვალეს ბაგრატიონებს ის საგვარეულო ისენი აკლდამებში ძვლები, ყველანი დაწვეს. ეს ძვლები დაწვეს, იმიტომ რომ განადგურება მიმდინარეობდა ამ გვარის. რატო ეხლა? მიმდინარეობდა, იმიტომ რომ აი როგორც რომანოები გაწყვიტეს, ვინ მოვიდა ამ დროს ძალაში, მასონთა საზოგადოება, არ ვიცით. რომელი იმის ელისგან არის ეს წარმოშობილი ეს დაავადება. ელი რა არის, ხო, ღმერთი? რომელი ღმერთკაცის მიერ არის ეს დაავადება, რომ ესენი გააწყვიტეთ, სულ არ ვიცით, მაგრამ როგორც ჩანს გაიცა ბრძანება, რომ გაეწყვიტათ მთელი ეს დინასტიათა წარმომადგენლები და რაც არ უნდა დამნაშავეები ყოფილიყვნენ, აი მაგალითად ამბობენ, რომ აი ბაგრატიონება გაყიდეს საქართველოს და ბაგრატიონმა დააქციეს საქართველოს. მე არ ამგონია, რომ ეგრე ყოფილიყო, რომ ბაგრატიონება დააქციეს. თუ ბაგრატიონება დააქციეს, მაშინ ბაგრატიონებს არ მოკლავდა ვიღაცა უფრო უარესი, რომელიც მერე ამას ანადგურებს, ხო? ეგ არ არის, ეგ არის მითი, რომ ბაგრატიონებზე მიმდინარეობს სრული ზეწოლა, რომ ესენი არ იყვნენ კარგი ხალხი. აი მე რატო ვარ ეხლა ბაგრატიონის რატო ახსენებ ხშირად, იმიტომ რომ გადმოცემის თანახმად სანამ ბაგრატიონები აი მე-17 საუკუნეში გაწყვიტავდნენ ყველას, მერვე საუკუნეში ამ ფესვიდან გამოიყო ერთი ბაგრატიონი და გადაიმალა. გადმოცემის თანახმად გადაიმალა ზემოკრიხში და ანუ ნახეთ მერვე საუკუნეში უკვე იკეთებს ეს ბაგრატიონი გვარს. იმისათვის რომ იმალება, რისთვის იმალება, ეგ სხვა საკითხია, ხო? რაღაცა მოხდა იქ რომ დასდებდნენ მოსაკლავად და ეს მისი შვილები და შვილიშვილები გადამალა მერვე საუკუნეში. მას მერე მოდიან ისინი როგორც სხვა გვარის, მაგრამ არა ბაგრატიონები, ანუ მე-17 საუკუნეში მათზე ეჭვს ვერ აიღებდნენ, რომ ესენი ბაგრატიონები იყვნენ და ამიტომ მათ არ ერჩოდნენ, არ მოკლეს. და ვერც გაიგებდნენ, რომ ისინი ბაგრატიონები იყვნენ. ამიტომ ახლა ნახე საიდან მოდის, ეს არის აშოტ კურაპალატის დრო, მერვე საუკუნე. აშოტ კურაპალატის გურამ მამფალი არის იმის შვილი და გურამ მამფალის მიერ გაყოფილი შტო, რომელიც გადაიმალა, ხო? იმას ვერ დაადეს ხელი. გესმით?
ოღონდ აი მე-17 საუკუნეში რამდენი ბაგრატიონი გაწყვიტეს და მისი ძვლები ეგ აღარ ვიცი უკვე. ყველა, თითქმის ყველა. ეხლა ვინც ბაგრატიონებად მოაქვთ თავი, ხო, ისინი როგორც ჩანს, სულ ყველა გადაკეთებული გვარით არის და ნაყიდი გვარით არის. არის შესაძლებლობა რომ მართლა იყვნენ რაღაცა ნაწილი ბაგრატიონი, მაგრამ არა წმინდა სისხლისა, ესე რომ ვთქვათ, არა წმინდა სისხლისა. ანუ მე-8 საუკუნის ჯერ კიდე მე-12 საუკუნის წინ არის და აი იქ ბაგრატიონებში რა ხდება, ხო? ღმერთმა იცის, ვთქვათ, მეც ვიცი, მაგრამ აი იქ რა ხდება გამოყოფილი შტოდან ის მაინტერესებს მე, პირადად მე. და რატომ ვკურნავ ახლა, როდესაც გვარი გადაკეთებულია? რატო არის აუცილებელი რომ მან დაიბრუნოს თავისი სახე, პირველდელი ასობგერები, ანუ რაც იყო თავიდან, რაც ეწერა. იმიტომ რომ გვარს აქვს ესეთი თვისება. თუ კი შენ მას ასობგერაში ჩააკეთებ, იქ უკვე დნმ-ის თავისებურად ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და სამყაროსეული მისი დნმ ირღვევა სისხლშიცვე. აი სისხლში, ხო? კალმახები, სულ კალმახი რას ქვია, მეგობრებო, მიდის დინების საწინააღმდეგოდ. აი თქვენ რომ დაიწყებთ გვარის აღდგენას, უკვე მიხვდებით სულ კალმახობა რას ნიშნავს, რომ თქვენ დინებას კი აღარ გაყვებით, უკან დაბრუნდებით და უკან წახვალთ თავში, ადიხართ თავში, რომ ვინ ვიყავი, გაიგებთ. და ეს დოკუმენტალურად სადამდეც მიაღწევთ, სადამდეც გადარჩენილია ეს ფაქტები, იმას გაიგებთ, გესმით? დოკუმენტები სადამდეც არსებობს. ახლა ნახე, დაწვა მიმდინარეობს სპეციალურად არქივი, ეროვნული არქივის ნაწილი დაიწვა. და რატო დაიწვა ნეტა? ვინ დაწვა? ხო? აი სპეციალურად მიმდინარეობს დაწვები თურმე, რომ გააქრონ მთლიანად ეს გენეტიკური კოდი, ჩვენი ქართული. ამიტომ იჩქარეთ, სანამ მთლიანად გაგვინადგურებენ და ვითომ დაიწვა და ვითომ ეს გაქრა და ვითომ ის, მანამდე აღადგინოთ და ინფორმაციაზე წვდომა გქონდეთ. თუ დაიწვა, თუ ნაწერი გაქრა, ვეღარანაირი წვდომა ვერ გექნებათ, ამიტომ იჩქარეთ, რომ აღადგინოთ თქვენი გვარი და გაიგოთ ვისი გორისა ხართ. გაიგეთ? ახლა ამ საკითხს რომ მიუტრიალდებით და ჩაეძიებით, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს იქნება დიდი სამუშაო. ანუ ეს არ არის ის, რომ მიხვიდე, უცბად გაიგო და წამოხვიდე. არა. ეს არის მიდიხარ, შეიძლება 5 საათი, 10 საათი დაგჭირდეს აი ამ საქმეების გასარკვევად. და ეს ერთი დღის მანძილზე კი არა, მთელი თვის მანძილზე, მთელი 3 თვის მანძილზე. ნუ ჩაიქნევთ ხელს, ვინც აღადგენს თავის თავს, ის წარსდგება უფლის წინაშე. ვინც ვერ აღადგენს და იტყვის რომ აი მე სამუშაო მქონდა, ის ვერ წარსდგება უფლის წინაშე. გეუბნებით მე თქვენ, დაწყებულად რო გაქვთ მხოლოდ 1 წელი. 2027 წლამდე ვინც აღიდგენს თავს, ის აღიდგენს, ის წარდგება, ის აჩვენებს საგვარეულო ხეს დოკუმენტებით, მტკიცებულებებით და ის იქნება უნიონში შემცვლელი. თუ ვერა, მაშინ ფულითაც ვერ იყიდით უნიონში შესვლის უფლებას, ვერ მოიპოვებთ უბრალოდ. ამიტომ უნიონში შესვლა იგივე სამშვილდეში, სასუფეველი სუბსრას გადავეკიდეთ, კაცო, უნიონში. აი ღმერთთან მისასვლელი კარი თუ არ სულ კალმახობა თუ არ დაუმტკიცე ღმერთს, ისე მკვდარი თევზი აღარ მიიღება იქ. მართლა გითხრათ. დინებიდან დინებაში ხტომა ვიცი ადვილად. ხო იცი ეს სიმღერაც ხო დაიწერა იქ სულიწმინდის მიერ. ოდელია, დელია, დინებით სულა ძნელიაო, ხო? ნახეთ ლაივში, ვინც თვალს მადევნეთ, ეს ეცოდინება ეხლა მე რაც ვთქვი. ვინც არა და რა ვიცი, თავის დააბრალოს უკვე მე მეზარება ამდენის ლაპარაკი, მართლა გეუბნებით რა. გადახედოს ჩემს ლაივებს და იქ შეიძლება მიაგნოს 1500 ვიდეოში აი ამას ეხლა რაც ვთქვი და თუ ვერ მიაგნებს, ეხლა თავის დააბრალოს მართლა, იმიტომ რომ მე 4 წელია ვდგავარ და გელაპარაკებით ცოდნას, რომელსაც არავინ არ გაგანდობთ. და თუ თქვენ სიგიჟეთ ჩათვალეთ, ეს არც ჩემი ბრალი იქნება მერე და არც ბაბუაჩემის ბრალი, რომ თქვენ არ მიიღეთ ყურად ის, რასაც ღმერთი გაწვდიდათ ჩემი პირით, ხო? არ ვიცი რა, რაც გინდა ის თქვით, მაგრამ მე ვეღარ დაგეხმარებით უკვე. იმიტომ რომ მე უკვე დავადექი იმ გზას,
საიდანაც შეიძლება ვეღარ დაგიკავშირდეთ, იმიტომ რომ უბრალოდ დრო აღარ მეყოს. ამიტომ მე დაგიტოვეთ ერთი რამ. 1500 ვიდეო Liquid Dogma თამარის ლაივზე. იქ თუ ნახავთ ამ ვიდეოებს, მიუხედავად იმისა, რომ მე დრო არ მექნება ამისთვის, თქვენ დრო გექნებათ იმისთვის, რომ ჩემს ძველ ვიდეოებს გადახედოთ. იქ თითქმის ყველა ინფორმაცია ნათქვამია. ახლა აქ, სადაც დავადექი უკვე დინებით საპირისპირო სვლას, შემდეგ მოხვალთ აქ ამ წერტილში, რა ვიცი, 2 თვის მერე, 3 თვის მერე, 5 თვის მერე და სისწრაფით, რაც შეიძლება სწრაფი ტემპით აღადგენთ თქვენს ფესვს. თუ ვერ აღადგენთ და ვერ განკურნავთ, მომჭამეთ ერთი ადგილიო, ხო? ვინ იტყვის ხოლმე მაგას, არ ვიცი, ვიღაცა იტყვის. ღმერთმა დამიფაროს. მოჭამეთ თქვენს ბაბუებს ერთი ადგილი, რა ვქნა. მე ვცდილობ, რომ თქვენ ის გაგანდოთ, რასაც ადამიანები ჩუმჩუმელად აკეთებენ. ჩუმჩუმელად. ამაზე არც მედიაში გელაპარაკებიან, არც სკოლებში, არც უნივერსიტეტებში ამაზე გელაპარაკებიან მხოლოდ ის ადამიანები, ვინც ღია და სურს ბევრი ადამიანის გადარჩენა. ვისაც არ სურს ბევრი ადამიანის გადარჩენა, ჩუმად თავის წრეში იქ აი სუფთა ძუნწი რო არის, ჩუმჩუმელად თავიანთ წრეები შეუქმნიათ თურმე ეხლა და იქ ჭობენ რაღაცეებს, რომ ისო რა ქვია. აი ჩვენ ისენი ვართ, ჩვენ ესენი ვართ, იქ რაღაცა ორდენები დასაჩუქრება მიმდინარეობს და ჩვენ არავინ არ გვაგებინებს, ხო? რატო? იმიტომ რომ არ შესტკივათ გული ჩვენთვის. აი მე რო გული შემტკივა, ხო? გული რო შემტკივა, რატო ვლაპარაკობ ხა რა? რამეში დამეხმარებით? რამე მინდა თქვენგან, თუ რა, ვერაფერში ვერ დამეხმარებით, აგერ დავინახე 4 წელია ვერ მეხმარებით. მაგრამ მაინც გაწვდით ინფორმაციას, იმიტომ რომ მე მართლა გულით გაწვდით ინფორმაციებს. ვინც გინდა დაიჯერეთ, ვინც გინდათ არ დაიჯეროთ. კიდევ ერთს გეტყვით. ილია მეორე რო ერის მამად იყო დაყენებული და აგერ თურმე ცრუ ბაგრატიონები აღუდგენიათ და ის ვერ გაიგო რომ იქ მკვდარისთვის მიუწერიათ მკვდარი ბაგრატიონისთვის მიუწერიათ ვიღაცა შვილი და მერე ბაგრატიონობა აუღიათ იქიდან. კაცმა ის ვერ გაიგო, როგორც ერის მამა. ის ვერ გაიგო, რომ ბაგრატიონი ეს სამეფოდ არ გამოდგება, იმიტომ რომ არ არის რეალურად სამეფო გვარის, ეს არის ნაყიდი სამეფო გვარის, ხო? და ახლა რო გეუბნებია, რომ ვითომ მეფეთ უნდა დაგვიყვენონ, ხო? ეგ ჩემი გამოსაძიებელი და იმ ქალბატონის გამოსაძიებელი კი არ იყო, ვინც გამოიძია. ილია მეორისა და საპატრიარქოს გამოსაძიებელი იყო. და საპატრიარქო რას აკეთებდა? პირდაპირ თვალებში ნაცარს გვაყრიდა და გვატყუებდა, რომ აი ჩვენ გვეზრდება მეფე თურმე სრულ მეფე. გაიგეთ, რა ხდება? გავაზიარე ეგ ვიდეო, ნახეთ, ხო? ამიტომ გამოიძიეთ თქვენი გვარი. არ არის აუცილებელი გვირგვინი დაგადგან თავზე. გვირგვინი უკვე ის არის, როცა თქვენ მიხვალთ თქვენ წინაპართან, სულ პირველთან ადამთან, რომელსაც ეტყვით გამარჯობა ადამ. მე შენი შვილი ვარ. როგორ ვიცი? აი ამ გზით ვიცი. სულ კალმახობით ვიცი, ამოვედი საპირისპირო მიმართულებით შენთან. ხო, ეგრე არის მეგობრებო. აბა, რა ვიცი, მე მინდა რომ ყველა ავიდეს ადამთან და თქვენ თუ არ გცალიათ მაგისთვის რომ ადამთან ახვიდეთ, ხო? ადამის ბოლომდე ახვიდეთ, როგორც აი დაბადების წიგნში რო წერია, ამას ეშვა ეს, ემას ეს 12 თაობა არის, რომ აბრაამაშო ეს, მერე იმაშვა ის და ესე მოყვება მთელი ეს წიგნი, ბიბლია რა, არის ბიბლია, თუ არა ისტორია. აი ადამის დროინდელი ისტორია, ხო? ეგ ვიღაცამ დაადგინა. ბაგრატიონები იყვნენ მისი შტო, მაგრამ იქნება თქვენ საინტერესო პირები ხართ, კაცო, მარტო ბაგრატიონები კი არა. თქვენი გვარიც ადამიანიდან მოდის იქნებ, ხო? გამოიძიეთ რა. ხო და ასე. წავედი ახლა მე, გაკოცეთ. არ არის აუცილებელი აქ ადამიანს კონდეს იმის სურვილი, რომ მეფეთ აღდგეს. არა, მეგობრებო, აქ სულ სხვა ინტერესი უნდა გქონდეთ რა. აქ უნდა გქონდეთ ინტერესი, რომ გაიგოთ ვინა ხართ, აღდგეთ. ხო? რო აღდგებით, შინაგანად რო აღდგებით, რო გეცოდინო, მე თურმე ეს ყოფილი ვარ, თურმე აქ ვარ, თურმე ევას შვილი ვარ. ყველა მივალთ ევასთან და ადამთან, იმიტომ რომ ყველანი ერთი შვილი ვართ და იქ დავიჯერებთ, რომ ყველანი დაძმები ვართ. იქ დავიჯერებთ ამას. გაიგეთ? და მანამდე ვერაფერს ვერ დავიჯერებთ და ვიქნებით სულ ომში, არა ეს ჩემია, არა ეს ჩემია, გესმის? ყველაფერი ყველასია.
სამყარო დიდია და ჩვენ ამ იმაში, ხო, ამ კაბაში ვართ მხოლოდ დროებით. და დროებით უნდა რომ მოვდივართ, აქ უნდა ვითამაშოთ და კი უნდა დავკლათ და მოვკლათ ერთმანეთი კაინი და აბელივით, ხო? დროებით ვართ, შევირგოთ, გავიდეთ. მოვიდეთ, შევირგოთ, გავიდეთ. ეს უნდა იყოს. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ ყველანი დაძმები ვართ. დაძმები. მოკლავ შენ ძმას? ან დას? იმის გამო რომ მიწა მოგცეს? ხო არ მოკლავა რა. ასე უნდა იყოს ისიც, რომ არ მოკლა იმის გამო, რომ შენ 100 წლის სიცოცხლე გაქვს ხოლმე და ვის უტოვებ იმას? შენ შვილს? შენ შვილს შეერგება გინდა გითხრათ იმ კაცებს რა დაემართათ, რომლებმაც ბაბუა ჩემი მოკლეს და მერე თვითონ დამდიდრდნენ? მატლები დაესივნენ ზეზეურად, მამა ჩემს ყავს ნანახი თვალით, როგორ იწვნენ ლოგინში და მატლებს ჭამდნენ მათ ცოცხლად. აი ესეთი რაღაც დაემართათ მათ. ის ფული, რაც მათ ბაბუა ჩემისგან აიღეს და მოიპარეს, შეერგოთ მატლებად. გინდათ ეგეთი ბოლო? არ გინდათ, ხო? ხო გინდათ რომ ბედნიერად მოხვიდეთ და გახვიდეთ. ხო და სამართალი უნდა აღდგეს ხალხო. სამართალი თუ აღდგება, მხოლოდ იმ შემთხვევაში აღდგება, რომ ჩვენ გავიგებთ მართლა და დავიჯერებთ. ჩვენი თვალით ვნახავთ, რომ ჩვენ ყველანი დაძმები ვართ. ჩვენ ყველანი მოვდივართ ადამი და ევასგან. და თუ ადამი და ევასგან არა, ევა და იახვესგან. იახვე კი არა და იმისგან, ვინც ევა შეაცდინა. ვინ შეაცდინა ევა, იმასაც გავიგებთ. რომელმა ღმერთმა, რომელმა ელმა შეაცდინა ევა და იმასაც მოვკითხავთ, რო იცოდეთ რა. გექნება უფლება რომ მოკითხო, რატო შეაცდინე დედა ჩემი. იმიტომ რომ ევას არანაირად არ ეკნებოდა იმის უნარი, რომ ღმერთს გაუმკლავდეს. გაიგეთ? არ ეკნებოდა მაგის უნარი. არ შეცოდა ევამ თავისი ნებით, შეაცდინეს ევა. ეგ უნდა იცოდეთ და მიდით ევასთან და დაიცავით ევა. თუ ევას ვერ დაიცავთ, მაშინ დღემდე გეგონებათ რომ ჩვენ ვართ დამნაშავეები რა და დამნაშავეს მოდგმა ვართ. არა ვართ დამნაშავის მოდგმა. ჩვენ მივდივართ ევასთან, ანუ დიდ ბებიასთან, რომელსაც ვეუბნებით რომ ჩვენ შენს გვერდით დგავართ, არაფერი არ შეგიცოდავს შენ, როგორ შეიძლებოდა ევას შეეცოდა, როცა ახალი წარმოქმნილი იყო და აზრი არ იყო არაფრის. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა უთხრა, რომ ისო რა ქვია, არ ჭამო, მაგრამ რომელ ღმერთს შეეწინააღმდეგება ახლა წარმოიდგინეთ პედოფილიას მსგავსი რაღაცა ბავშვი როგორ შეეწინააღმდეგება ზრდასრულს რომ არა არ შეიძლებაო ხო? ხო შეაცდენს ის მაინც ყველა შემთხვევაში. ღმერთმა დაგვიფაროს ყველა, ხო? და ყველას ბავშვი. ის აუცილებლად უნდა დავიცვათ ევა, იმიტომ რომ არ იყო ევა დამნაშავე. ევა რო დაგვისახეს ესე რომ დამნაშავე იყო, არ იყო ევა დამნაშავე, არა. ის იყო მსხვერპლი. გაიხარეთ ამან როგორ მაინტერესებს, ხო? ხო გაინტერესებს, მეც მაინტერესებს რა. მივდივარ, აი ევასთან მივდივარ ახლა მე. რომ გავიგო რა ხდება ევასთან რა, იმიტომ რომ მართლა რა უბედურებაა კაცო, როგორ შეიძლება ღმერთმა შექმნას ახალ შექმნილი და მე მოკითხოს ის რომ ვიღაცა სხვა ღმერთი შეაცდენს. ეგ როგორ შეიძლება რანაირად შეიძლება ეგ მოვკითხო ახლა ჩემს 5 წლის ბავშვს რომ კამფეტი არ ჭამოს, როცა ბიძია მისცემს მას კამფეტს. როგორ შეიძლება ხო ვერ გააკონტროლება რა. ბავშვი არის ბავშვი, გამოუცდელია და სული წაძლევს ხოლმე თავისი. ხო უნდა დავიცვამე ეს ჩემი ბავშვი. ეგ რანაირი ღმერთია რომ თან ასე უბნება, იცი? იახვეს გაუჩენს ევა შვილებს, კაინს და აბელს. ბიჭო, თუ იმას ეკითხები რომ არ შეეცდინო, შენ რაღაცა წვევი მაშინ ამ ევასთან გამაგებინე. დაბადების პირველივე თავში წერია, ევამ გაუჩინა შვილი ღმერთს. რომელ ღმერთს გაუჩინა შვილი, კაცო? ხო საკითხავია რა, ეხლა ვინ ღმერთი იყო? ვინ ღმერთზე არის საუბარი ბიბლიაში? იხვზე, ხო? იხვხზე ხო არის? აბა თუ იხვხ წვება ევასთან და შვილებს აჩენს მასთან, რაღაცა უკრძალავს რომ სხვასთან დაწვეს. გამაგებინე, თუ ადამიანისთვის შექმნა ევა. ეხლა ვიღაცა მღვდელმა შეიძლება თქვას რომ აი რას ქვია როგორ შეეპასუხა კაცო, ევა არის გამოუცდელი და არ იცის რა ხდება საერთოდ ამ სამყაროში, ხო? ისიც არ იცის რომ შიშველი დგას.
ამ წიგნის თანახმად. თუ ისიც არის ის, რომ შიშველი დგას, შენ როგორ გინდა მოკითხო ევას პასუხი და თან მე დაწყევლო და დასაჯო. ესე იგი გამოდის, რომ ევას შემქმნელს უნდა ვასწავლოთ ჩვენ ის, რომ ბიჭო ნურჯი რა ამ ადამიანს, რა ცოდოა რა, ახალი შექმნილია და არ იცოდა. შეიბრალე მაინც, კაცო რა, შეგეცოდოს მაინც კიდე წყევლი ამასთან ერთად, შექმენი იმისათვის ქმარს დაემონოს და კიდე ვიღაცა შეაცდენს და კიდე იმისთვის იმით თავის გაჭირვება ყოფნის იმ ევას, ხო? ყოფნის თავის გაჭირვება, შენ კიდე ჯი და წყევლი? რისთვის? აი ეგ არის ჩემო კარგებო რა, რო არ გვატყუებდეს ეს იხვხ. მივიდეთ იმ იხვხ-სთან და ვკითხოთ რა გინდა ბიჭო ამ ევასთან გაგვაგებინე რა. მთელი ჯარი რო ვიქნებით, ხო? მე ერთი რა პასუხს გვაგვცემს მაინტერესებს რა მაინტერესებს. ძალიან მაინტერესებს. კარგი, წავედი ახლა, გაკოცეთ. აბა. წარმატებებს გისურვებთ.